უბრუნდებით საქალაქო სასამართლოს სიქსინდისის 11 პატიმრის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს, როგორც იცით, ეს წუთია გამოცხადდა შესვენება ადგილზე გიორგი კვიჟინაძე მუშაობს, რომელიც დეტალებს გაგვაცნობს, რა ხდებოდა ამ დრომდე პროცესზე. ლუკას ინდისის 11 პატიმრის საქმეზე პროკურორებმა დაასრულეს დასკვნითი სიტყვები, ძირითადად სახელმწიფო ბრალდება ყურადღებას აამახვილებდა მოწმე პოლიციელების ჩვენებაზე, თუმცა ამ მოწმე პოლიციელებს არც ერთ მათგანს, როდესაც კითხავდნენ სასამართლოს მიმდინარეობისას, არ დაუსახელებია კონკრეტული ბრალდებული, თუ ვინ მიაყენა დაზიანებები და რის შედეგად მიიღეს მათ დაზიანებები. შესაბამისად, პროკურორების ეს ინფორმაცია, რომელიც მიაწოდეს სასამართლოს და ყურადღების გამახვილობა სწორედ მოწმე პოლიციელების ჩვენებაზე აბსურდულად მიაჩნიათ ბრალდებულების ინტერესების დამცველებს, რადგანაც მოწმე პოლიციელები ვერ ადასტურებენ პროკურორის და პროკურორების ბრალდებას დაკავებულების წინააღმდეგ. გარდა ამისა, ისინი საუბრობდნენ ვიდეო ჩანაწერებთან დაკავშირებით, თუმცა ეს ვიდეო ჩანაწერები, როგორც შემდგომში ექსპერტიზებით გაირკვა, არის დამონტაჟებული და შესაბამისად მონტაჟის კვალი აღენიშნება და ის ვერ ჩაითვლება ადვოკატების მტკიცებით სანდო მტკიცებულებად. როგორც ადვოკატები აცხადებენ, პროკურორები იყვნენ სუსტები, აბსურდული იყო მათ მიერ წარმორთქმული დასკვნითი სიტყვა და აქვთ მოლოდინები, რომ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი მინიმუმ მუხლის კვალიფიკაციას მოუხსნის და გადააკვალიფიცირებს ჯგუფურ ძალადობას. როგორც ადვოკატები აცხადებენ, ამის მოლოდინები ნაკლებად არსებობს, ასევე ნაკლებად არსებობს გამამართლებელი გადაწყვეტილების მოლოდინი, რადგანაც ნინო გალუსტაშვილმა უკვე არაერთი სინდისის პატიმარი გაუშვა მრავალი წლით საპატიმრო დაწესებულებაში. ადვოკატების დასკვნით სიტყვასაც მოისმენს დღეს მოსამართლე, ორი ბრალდებულის ადვოკატები წარსდგებიან დასკვნითი სიტყვით მოსამართლის წინაშე. გარდა ამისა, საინტერესოა ისიც, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესს ესწრება ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც ასევე იყო სინდისის პატიმარი, რომელსაც რეჟიმი მრავალი წლით უშვებდა საპატიმრო დაწესებულებაში. როგორც ის აცხადებდა, ნარკოტიკული ნივთიერებები მას ჩაუდეს პოლიციის წარმომადგენლება და მოსამართლე მის წარდგენილ ბრალდებაში სრულად გაამართლა. ახლა გიორგი ახობაძე სხვა სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად და გვერდში დგომისთვის არის მოსული თბილისის საქალაქო სასამართლოში. ეს არ არის ჯგუფური დანაშაული და არანაირად არ მტკიცდება არანაირი ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენა. თურმე ბარიკადების მოწყობა და რაღაცა ნივთის სროლა, რომელიც დადგენილის არ არის და ჩანს, რომ არავის არ ხვდება, ეს გამოიყვანონ დანაშაულად. არ ვიცი, ვინ დაიჯერებს, რომ ეს არის დანაშაული, მაგრამ იურისტებისთვის ეს დანაშაული არ არის და ეს არის ცხადზე ცხად. გულდასაწყვეტია იქით, რომ ხედავ და ზუსტად ვიცი რა განცდებიც აქვს, როგორი ბრაზი აქვს მოსამართლობის გამო რაშიც არიან. არ ვიცი, ჩემი აქ ყოფნით იმედი მაქვს, ცოტა მაინც რაღაცა მხარდაჭერით სიმხნევე შეიძლება მოემატოთ. ერთი რაც მინდა ვთქვა, აი პროკურორების საბოლოო სიტყვების მოსმენა არის, უბრალოდ მოსმენა კი არა, მათი სიტყვები არის სირცხვილი რა. იმდენად არაფერზე არა აქვს სასაუბრო, რომ შაბლონური ტექსტებით ერთი და იგივეს ისე ჩუმად ლაპარაკობენ, რომ ხმამაღლაც არავინ გაიგოს, რომ ისეთ სირცხვილ რაღაცებს ამბობენ. არაფერი აქ ჩასაჭიდი და მას კიდევ ჩამოგვეძინა მართლა ერთი და იგივეს იმეორებდა 2 საათი არ გაჩერებულა copy-paste-ით ქონდა შაბლონური ტექსტები. იმ ბიჭებს ვეთყვი, რომ იყვნენ მხრენად და აუცილებლად ჩვენ აქ ბოლომდე გავაგზავნებთ მათი თავისუფლებისთვის ბრძოლას და აუცილებლად მივახცევთ ამას, რომ ესე არ გამოვა რა იქ ორმაგი სტანდარტით და სასამართლოთი ადამიანების ტყვეობაში დატოვება არ გამოვა არავის, არც ამ ხელისუფლებას და არც ერთ ხელისუფლებას. სინდისის 11 პატიმრის საქმე უკვე დასკვნით ეტაპზეა, ბრალდების მხარემ დაასრულა დასკვნითი სიტყვა, ახლა ადვოკატები დაიწყებენ დასკვნითი სიტყვის წარმოთქვას და სავარაუდოდ თვის ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში უკვე ჩვენ ამ საქმეზე ვიხილავთ საბოლოო გადაწყვეტილებას.